თითო გავიდა მას შემდეგ, რაც BBC საგამოძიებო რეპორტაჟი გასაჯაროვდა და ქართველმა ხალხმა გაიგო ის, რომ ქართული ოცნება სავარაუდოდ გასული წლის ნოემბერ-დეკემბერში დემონსტრანტებს, მშვიდობიან დემონსტრანტებს არბევდა სავარაუდოდ აკრძალული ქიმიური ნივთიერებით და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 5-დღიანი გამოძიების შემდეგ მთავარ კითხვებზე ისევ არ არსებობს პასუხები, თუ რა ნივთიერებას იყენებდნენ მოქალაქეების წინააღმდეგ 28 ნოემბრიდან 3 დეკემბრის ჩათვლით, რა დოზით იყენებდნენ ამ ნივთიერებას, დოზით იყო ეს ნივთიერება შერეული წყალში და იყო თუ არა დასაშვები ნორმა შერეული წყალში და ზოგადად საერთაშორისო პროტოკოლებით არ არის გათვალისწინებული წყლის ჭაოსი დამატებით ქიმიური ნივთიერების შერევა. ასევე უპასუხოდ რჩება კითხვა ქიმიურ ნივთიერებასთან დაკავშირებით ნეიროტოქსიურ ნივთიერებაზე ტრიქლორეთილენზე, რომლის ფლობად დაადასტურა შინაგან საქმეთა სამინისტრომ და დოკუმენტებით ჩანს, რომ ისინი წლების განმავლობაში ამ ნივთიერებას იყენებდნენ, იყო თუ არა წყალში შემრევად გამოყენებული სწორედ ეს ნივთიერება, რომელიც კარცენოგენია და უმძიმეს დაავადებებს იწვევს და გრძელვადიან პრობლემებს ტოვებს ადამიანის ჯანმრთელობაზე, ესეც არის უპასუხოდ დარჩენილი კითხვა. არც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, არც პოლიტიკური თანამდებობის პირები და არც შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ მთავარ კითხვებს პასუხს არ სცემს. სავარაუდოდ პარალელურად კი ჩვენ ვხედავთ მუდმივად სენსაციურ დღის წესრიგს, რომელსაც თავად ქართული ოცნება ქმნის და ჩვენი რესპონდენტების შეფასებით ეს უკავშირდება მხოლოდ და მხოლოდ იმას, რომ ქართულმა ოცნებამ მთავარი პრობლემებიდან ყურადღება სხვა მიმდინარე საკითხებზე გადაიტანოს. არ არის ძალიან უბრალო დანაშაულის, არ არის ძალის გადამეტება, რაღაც მიზანმიმართული მოწამლა საკუთარი მოსახლეობისას, ძალიან მძიმე დანაშაულია და მე ვფიქრობ მორალური დანაშაულის ძალიან მძიმეა, რომელიც გამკლავებას უჭირს. ერთია რომ ესე დროს პოლიტიკა ყოველთვის ცდილობს, რომ ახალი დღესასწაული შემოიტანოს, რომ გადაიფაროს, თუმცა აქ ასევე სხვა საკითხებიც არის, რომ შიდა პოლიტიკურ ბრძოლებიც არის და ერთმანეთს ათავსებენ იმას, რომ ამენაერად დღესასწაული მათ მართონ, პოლიტიკური დღესასწაული ისე რომ ადამიანის ყურადღება ყოველთვის იყოს რაღაც სენსაციაზე ორიენტირებული, ის რეალური პრობლემა, რომელიც მართლა უმძიმესი დანაშაულია ჩადენილი, რა თქმა უნდა, ცოტა ხანი მიავიწყო, მაგრამ ესეც ძალიან პირობითია, იმიტომ რომ რაღაცა დრო გავა, ერთი კვირა, ორი კვირა, ან ერთი თვე და აუცილებლად დაბრუნდება, იმიტომ რომ ეს ფუნდამენტური დანაშაულია ჩადენილი, ძალიან გავს ეს ყველაფერი რუსულ ავტოკრატიის მოდელებს, როგორ მუშაობს ის, როგორ მუშაობს ეს ვთქვათ ხელოვნურად შექმნილი დღესასრიგები, სენსაციებზე ორიენტირება, დაჭერები, პროტესტის შეზღუდვის მცდელობები. ქართულ ოცნებას უკვე აქვს ეს პრაქტიკაში, რომ შეუძლიათ გადაფარვა საკუთარი პრობლემების სხვა საკითხებით, ხო? მხოლოდ ეს გამოძიებები დაკავებები არა, მე ვიტყოდი ეს მაღალი ფასების მიმართ ეს რაღაცა საუბარი, რომელიც მხოლოდ საუბარი რჩება ხოლმე, ესეც არის, ესე იგი, რეალური პრობლემების გადაფარვის ნაცადი საშუალება, ხო, რომელიც ბოლო წლებში სამწუხაროდ ქართულ ოცნებას გამოსდის ხოლმე. ამიტომ აქ მთავარი არის ამას რას უპირისპირებს პროდასავლური, პროდემოკრატიის ძალები და აქტორები. რაც არ უნდა გააკეთოს ქართულმა ოცნებამ, რაც არ უნდა თქვას, მე მათ ვერ დაუჯერებ, რომ მათ ათასობით და რა ვიცი, ძალიან ბევრი უარება ხალხი და დემონსტრანტი, მშვიდობიანი დემონსტრანტი იქ არ დაგწამლეს და არ გაგწირეს ესეთ მძიმე დაავადებებისთვის. ყველაფერი ის, რაც კამიტის სკანდალს მოჰყვა BBC-ს ჟურნალისტური გამოძიების შემდეგ, ჩემი აზრით მიუთითებს იმაზე, რომ ყველაზე მძიმე ვითარება ქართულ ოცნებას შეუქმნა ამ ამბავმა მისი მმართველობის მრავალწლიანი არსებობის პერიოდში და ამიტომ გონია, რომ ისინი გრიგოლ ილუაშვილის და სხვათა ასეთი ფორმით დაკავებით, ახლა დღევანდელი ბაჩოხალაიას დაკავებით და ასე შემდეგ ცდილობენ, რომ ეს ამბავი როგორღაც გადაფარონ და საზოგადოების დღის წესრიგიდან გააქრონ, მაგრამ ძალიან გაუჭირდებათ ეს ყველაფერი მათ. აკრძალული ქიმიური ნივთიერების გამოყენება 9 აპრილის ტრაგედიის შემდეგ საქართველოში არასდროს მომხდარა, ახლა კი ქართული ოცნების მიმართ არსებობს საფუძვლიანი ეჭვები და კითხვები ხალხის მოწამვლის საქმეზე, თუმცა ამ კითხვებზე პასუხის გაცემის ნაცვლად ქართული ოცნება მუდმივად სთავაზობს საზოგადოებას სენსაციურ დღის წესრიგს იმისთვის, რომ საზოგადოებამ მთავარი პრობლემები დაივიწყოს, ასე ფიქრობენ ჩვენი რესპონდენტები.